მოგესალმებით შაბათ საღამოს 9 საათზე პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. ჩვენი ანონსიდან შეიტყობთ დღევანდელი გადაცემის თემების შესახებ. რეპორტაჟი დედამიწის ყველაზე მაღალი ადგილიდან. კადრები ევერესტიდან. რა მოთხოვნა აიტანა გია თორთლაძე მწვერვალზე. საქართველოს ოკუპანტების გარეშე აი დრო შემოვიდა ევერესტი. ჩვენი კამერა ჰიმალაიში. გაიცანით ნეპალი, რეპორტაჟი კატმანდუდან. 17 წლამდე ნაკრები, რა გეგმები აქვთ და როგორ განაგრძობენ კარიერას ფეხბურთელები. წვრთნელები და მოთამაშეები წარმატებებზე, შეცდომებსა და სამომავლო მიზნებზე. საწინამძღვრო ჯვარი, რომლითაც თამარ მეფე ლაშქარს ლოცავდა. ვინდა როგორ შემოინახა უძვირფასესი რელიკვია დღემდე. ჯვარი, რომლის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. რა იცოდა 16 თაყაიშვილმა განძის შესახებ და როგორ მოხდა ჯვარი გურიაში. თამარის ჯვრის ისტორია. აფხაზეთი მე-19 საუკუნე, ფოტოები და სურათები, იშვიათი მასალების ალბომი. როგორი იყო აფხაზეთი მე-19 საუკუნეში? საზოგადო მოღვაწეების, არქიტექტურის, ყოფა ცხოვრების ამსახველი ნამუშევრები. ვახოს ანაიას რეპორტაჟში. თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. დღეს მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემა განახლებული სტუდიით გადის ეთერში. ახლა კი რაც შეეხება იმას, თუ რა თემებს წარმოგიდგენთ, დღეს თქვენ ანონსში უკვე ნახეთ ჩვენი თემების შესახებ და ახლა კონკრეტულად გადავალ წარმოგიდგენთ პირველ თემას. ჩვენი რეპორტაჟი არც მეტი, არც ნაკლები, დედამიწის ყველაზე მაღალი ადგილიდან, ევერესტიდან და ასევე ნეპალიდან. ეს არის ჩვენი პირველი რეპორტაჟი. ამ თემაზე მუშაობდა ჩვენი ჟურნალისტი გიორგი კეპულაძე, რომელიც უფრო დაწვრილებით მოგვიყვება ჩვენი რეპორტაჟის შესახებ. უნდა ითქვას, რომ ჩვენი ოპერატორი ალექსი შერვაშიძე თითქმის ბოლომდე მიხვა პარლამენტარს და ალპინის გია თორთლაძეს, რომელმაც გადაწყვიტა ევერესტზე დასვლა და ამჯერად არ მხოლოდ დასვლა, არამედ ერთგვარ საპროტესტო აქციას ხასიათს ატარებდა საპროტესტო აქციის ეს ასვლა. გია თორთლაძემ ევერესტზე აიტანა მოთხოვნა საქართველოს ოკუპანტების გარეშე და სწორედ მსოფლიოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მოუწოდა ოკუპანტებს დატოვონ საქართველოს ტერიტორია. მთელი ეს გზა ჩვენმა ოპერატორმა ნაჩვენები იქნება ჩვენს რეპორტაჟში და ძალიან რა თქმა უნდა დაძაბული იყო ეს გზა, რადგანაც ევერესტზე ასვლა. მე ვფიქრობ, რომ მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება ეს ყველაფერი და ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არა გვაქვს რეპორტაჟი მარტო ევერესტიდან, კიდევ ერთი საინტერესო რეპორტაჟია, ეს ეხება ნეპალს და ამაზეც მინდა ორიოდე სიტყვით უთხრათ ჩვენს მაყურებელს. ნეპალზე, მის კულტურაზე, ნეპალზე როგორც სახელმწიფოზე, რადგანაც ის ძალიან გამორჩეული და ინდივიდუალური სახელმწიფოა, შეიძლება ითქვას, არ გავს ბევრ სხვა სახელმწიფოს. ქვეყანა, რომელიც თითქმის მთლიანად ჰიმალაებში მდებარეობს და ყველაზე მთაგორიანი ქვეყანა მსოფლიოში, აქვს თავისი პრობლემები, თუმცა ძალიან ლამაზი ბუნება, რასაც ჩვენს რეპორტაჟში ასევე ნახავს. გია თორთლაძე, მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ გია თორთლაძე იქნება დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, მას შემდეგ რაც გავა ეს რეპორტაჟი ეთერში. ერთი სიტყვით, რეპორტაჟი ევერესტიდან და რეპორტაჟი ნეპალიდან, ეს არის ძალიან საინტერესო ადგილები დედამიწაზე და ამიტომ ყველასთვის საინტერესო იქნება ის გზა, რაც გაიარეს ალპინისტებმა და ასევე ნეპალი, ეს ძალიან საინტერესო ქვეყანა. ასე რომ ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. ეს არის ექსკლუზიური კადრები, რომელსაც ჩვენი გადაცემა გთავაზობთ. ევერესტამდე ჯერ გრძელი გზაა, თითქმის 7000 მეტრი. თან სულ აღმართი, კლდე, ციცაბო ბილიკი, ყინულოვანი ნაპრალები და ხევები. გზას ლუკლადან, რომელიც 2008 მეტრზე მდებარეობს, მხოლოდ საბაზო ბანაკამდე 9 დღე სჭირდება. საბაზო ბანაკი უკვე 5360 მეტრზეა. გია თორთლაძეს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე აქვს მოთხოვნა საქართველოს ოკუპანტების გარეშე. ეხლა ამოვედით და ვართ ვიმყოფებით შერპების დედაქალაქში, ეგრეთ წოდებულ დედაქალაქში. ეს არის ნამჩე ბაზარი, რომლის სიმაღლე არის 3400 მეტრი. გრძელდება აქცია, რომელსაც ქვია საქართველოს ოკუპანტების გარეშე და ეს დროშა ჩვენთან ერთად უნდა ავიდეს სოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე, ევერესტზე, საიდანაც ეს სოფლიოს უნდა ვაცნობოთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული.
გია თორთლაძის მოგზაურობა ჰიმალაებში დასვლა ევერესტზე ამჯერად ერთგვარი საპროტესტო აქციის სახეს ატარებს. პროტესტი რუს ოკუპანტებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებენ. რამოდენიმე დღეში დავიწყებთ ალბათ საბაზო ბანაკების დადგმას და ვეცდები რომ მწვერვალზე ისევე ჩემი დროშა საქართველოს ოკუპანტების გარეშე ავიტანო. ეს დროშა მთელი ექსპედიციის განმავლობაში, სანამ მე შტურმზე წავალ მწვერვალის, იფრიალებს საბაზო ბანაკში, სადაც რამოდენიმე ათასი ადამიანი იქნება თავმოყრილი. ეს იქნებიან თასრულები და სტუმრები, რომლებიც ამოდიან საბაზო ბანაკში. ევერესტზე ასასვლელი მარშრუტი შემთხვევით არ შერჩეულა. გზა ნეპალიდან ყველაზე დატვირთული და ხალხმრავალია. ხოლო საბაზო ბანაკში ღამის რამდენიმე ასეული ალპინისტი ათევს. მათ უმრავლესობას ხშირად რამდენიმე კვირის აქ გატარება უწევს. გია თორთლაძე ამჯერად საერთაშორისო ექსპედიციის შემადგენლობაში შედის, რომელშიც 16 ალპინისტია სხვადასხვა ქვეყნიდან და 20 ნეპალიდან. ევერესტზე ასვლა შერპი გამყოლის გარეშე გამორიცხულია. ჰიმალაის უმაღლესი მწვერვალებისკენ გზა მათზე უკეთ არავინ იცის. ექსპედიციას ამჯერად პერტემბა შერპა ხელმძღვანელობს, გამოცდილი მთავსრელი, რომელიც შერპების ტრადიციას იცავს და ევერესტზე ასვლის წინ რელიგიურ რიტუალს ასრულებს. თაში წასვლის წინ აუცილებლად ლოცულობ, ბუდას დახმარებას ვთხოვ. ნეპალელი შერპების ეგრეთ წოდებული სამფლობელო ლუკლადან იწყება. ნამჯე ბაზარი კი მათი დედაქალაქია. ყველა შერპი ფაქტობრივად დაბადებულია მთავსრელად, რადგან მათი სოფლები და ქალაქები ზღვის დონიდან მინიმუმ 2000 მეტრზეა. შერპები ალპინისტებისთვის ფაქტობრივად შეუცვლელი მაღალმთიანი მტვირთავებიც არიან. რამდენიმე კვირის მარაგი საკვები, წყალი და აღჭურვილობა მთავსრელებისთვის ჰიმალაებში სწორედ მათ აქვთ. ეს ნამჯე ბაზარია, შერპების დედაქალაქი. შერპები ძირითადად ფერმერები არიან, თუმცა დღესდღეობით ჩვენ ბევრ სხვა საქმესაც ვაკეთებთ. გაყოლა მეგზურობა, ალპინიზმი, თასველთა დახმარება. ექსპედიცია ლუკლადან საბაზო ბანაკამდე 9 დღეში ავიდა, აქვე დაბანაკდნენ რამდენიმე დღით. ეს წუთია ჩამოვედი საერიშო ბანაკიდან, მოვაწყეთ პირველი და მეორე ბანაკები. პირველი ბანაკი მოეწყო 6000 მეტრზე, მეორე 6400 მეტრზე. და ჩამოვედით საბაზო ბანაკში. ერთი ღამე გავათენეთ პირველ ბანაკში, ორი ღამე მეორე ბანაკში. ამჟამად ვართ პირველ ბანაკში, რამოდენიმე დღე დავისვენებთ და ვეცდებით უკვე მესამე ბანაკის დაყენებას, რომელიც უნდა დადგეს წესით 7350 მეტრზე. სანამ ევერესტზე ასვლას დაიწყებენ, ალპინისტები რამდენჯერმე ადიან მეორე და მესამე ბანაკებში. იქ რამდენიმე დღეს ატარებენ და მთის მძიმე პირობებს ეჩვევიან. მთავარი პრობლემა ჟანგბადის ნაკლებობა და დაბალი ტემპერატურაა. შემდეგ ისევ ბრუნდებიან საბაზო ბანაკში და ისვენებენ. ჯომოლუნგმაზე ასვლამდე მთავსრელები ამ მიცას უნდა დაელოდონ. პრობლემას ქმნის ზვავი და ყინულოვანი კლდეები. რამდენიმე კვირიანი ასვლა ბოლოს წარმატებით სრულდება. საერთაშორისო ექსპედიცია ევერესტზეა, მათ შორის გია თორთლაძე, ზღვის დონიდან 8848 მეტრზე. საქართველოს ოკუპანტების გარეშე, აი დროშა ამოვიდა ევერესტზე. აი დროშა არასდროს არ ყოფილა ევერესტზე. ევერესტი ნეპალის შემოსავლის მთავარი წყაროა. ჰიმალაის უმაღლესი მწვერვალების დასალაშქრად ნეპალში მთავსრელები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან, რადგან ყველაზე მეტი ეგრეთ წოდებული 8000-იანი სწორედ აქ არის თავმოყრილი. თუმცა ტურისტებს ნეპალში მხოლოდ მთები არ იზიდავს. ეს ქვეყანა განსაკუთრებულია ეთნოგრაფიული და კულტურულ-რელიგიური თვალსაზრისით. ნეპალი ბუდას, სითხარხა გაუტამას სამშობლოა, თუმცა მიუხედავად ამისა მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია. აქ ულამაზეს ინდუისტურ და ბუდისტურ ძეგლებს შეხვდებით. ბრაჰმანების და იოგების ხილვა კატმანდუს ქუჩებში არც ისე რთული საქმეა.
აქ ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის, ათვალიერებენ როგორც წმინდა ადგილებს, ასევე ნაკრძალებს. თუმცა ძირითადად მაინც ალპინისტები გსტუმრობენ, რომლებსაც ჰიმალაის მწვერვალების დალაშქრა უნდათ. ნეპალი მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, აქ მოსახლეობა კასტებად არის დაყოფილი, რომელთაგანაც უმაღლესი ბრაჰმანების კასტა მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენს. ეგრეთ წოდებული ხელშეუხებლები კი უმდაბლესი კასტაა და ისინი ნეპალში ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. სიღარიბის და ცუდი ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ნეპალი ტურისტების ნაკლებობას მაინც არ უჩივის. უცხოელებს ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში სიძველეები და ულამაზესი არქიტექტურაც იზიდავს. ამ მხრივ გამორჩეულია ნეპალის დედაქალაქი კატმანდუ. კატმანდუ 1596 წელს მეფე ლაქშმი ნარსინგ მალამ დააარსა. ქალაქს სახელი დურბარის მოედანზე აშენებული სასახლის გამო დაერქვა. ეს სასახლე მთლიანად ხისაა. კატმანდუ სანსკრიტზე სწორედ ხის თავშესაფარს ნიშნავს. ეს კი ბუდანატია, რომელიც იუნესკომ უკვე დიდი ხანია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუდისტური ტაძარი არქიტექტურულადაც გამორჩეულია. აქვე ეგრეთ წოდებული მაიმუნების მთაც, საიდანაც მთელ კატმანდუზე ულამაზესი ხედი იშლება. ნეპალს ხშირად უწოდებენ ქვეყანას, რომელიც მიწასა და ცას შორის მდებარეობს, უძველესი კულტურის, ეგზოტიკისა და ჰიმალაების ქვეყანას. რეპორტაჟის შემდეგ ჩვენ ბრუნდებით კვლავ სტუდიაში და ბატონი გია თორთლაძე არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, აღამშვიდობის და დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. დავიწყოთ ექსპედიციის შესახებ საუბრით. ევერესტზე საუბრით, როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერი, აიც მოგვიყვება. ეხლა ევერესტი თავისთავად მე იმიტომ ავარჩიე და რატომ ავარჩიე ხა ევერესტი? აქ ხო მთავარი მიზანი არ იყო მხოლოდ ევერესტზე ასვლა. მთავარი მიზანი იყო ატანა დროშის, რომელსაც აწერია საქართველოს ოკუპანტების გარეშე და სახელმწიფო დროშის ატანა, რომელიც ხოჯურიანი დროშის, რომელიც არ ყოფილა ევერესტზე, ანუ ჩვენ ვიყავით ევერესტზე, მაშინ სხვა დროშა იყო და სხვა დროშა იყო სახელმწიფო დროშა. ამიტომ ეხლა ყველაზე პრესტიჟული მთა, ყველაზე მაღალი მთა, მსოფლიოს სახურავი ეს არის ევერესტი. და ნუ ეხლა ორი სიტყვით მოგახსენებთ, რომ ეხლა ევერესტის ისტორიები იმდენია, რომ ეხლა ყველას ვერ მოვყვები ბუნებრივი ერთ გადაცემაში, მაგრამ მარტივად შემიძლია ორი სიტყვით საზოგადოებისთვის გახდეს ასე ვთქვათ, ნათელი რა მნიშვნელობა აქვს ამ მთას და რატომ არის ასე ვთქვათ განსაკუთრებული მთა, მე გეტყვით, რომ აი მაგალითად ჩინელებმა რომ პირველი ექსპედიცია გააკეთეს, რატომ აქვს ამ მთას პოლიტიკური დატვირთვა. პირველი ჩინური ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო მაო ძედუნი, წარმოგიდგენიათ? მაო ძედუნი დიქტატორი იყო ქვეყნის ასე ვთქვათ პირველი პირი იყო ექსპედიციის ხელმძღვანელი და 2500 ჯარისკაცი მუშაობდა გზის გასაყვანად. ის თვით პირადად იქ არც მისულა, უბრალოდ ამბობდა რომ მე ვარ ხელმძღვანელი და მათ ფულზეა გამოსახული ასე ვთქვათ ევერესტი. ახლა გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ ისტორიას, ვინ როდის ავიდა პირველ ამსვლელები, მაგალითად ედმუნდ ჰილარი და ჯონ ჰანტი. ინგლისის დედოფალმა ორივეს მიწა ლორდობა ევერესტზე ასვლისთვის. ხრისტო პროდანოვი როცა ავიდა მაგალითად ბულგარელი მთასვლელი, ეხლა იქ სოციალისტური რეჟიმის ქვეყნებიდან ვიხსენებ ეხლა ამბებს, ის გახდა ბულგარეთის ეროვნული გმირი. საბჭოთა მთასვლელები როცა ავიდნენ ევერესტზე, მათ დაურიგეს მაშინ საბჭოთა კავშირში არსებული ყველაზე დიდი ჯილდო, ეს იყო ლენინის ორდენები, ასე ვთქვათ. ანუ მე რას გიყვებით ეხლა, გიყვებით ამ ასვლის მნიშვნელობას და საერთოდ ამ მთის მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, ეხლა აი მაგალითად პირველი ექსპედიცია ქართული, როცა დასრულდა 99 წელს, CNN-ს მე მგონი არ ესწავლება, ხო? აი რა უნდა გააკეთოს, როგორ გაუშვას და რა ქნას. ქუთში პირველი სიუჟეტი იყო ჩვენი კადრები. 99-ში. ჩვენი კადრები და ჩემი სიტყვა. გაუმარჯოს საქართველოს. კადრი. და CNN-მა გაუშვა ეს მე 9 წუთზე, CNN-მა გაუშვა ეს კადრები 9 წუთზე და მე გაუშვა იქ შირაკის ვიზიტი პუტინის და ასე. ამიტომ ეს თავისთავად ბუნებრივია, რომ ყველაზე მაღალი ასვლა, სანამ კოსმოსში გაფრინდებოდნენ და ცდებოდნენ ასე ვთქვათ დედამიწას, მანამდე ეს ევერესტზე ასვლა ითვლებოდა ერთ-ერთ რაღაც საოცრებად, ხო? წლების 10 წლეულების განმავლობაში. ამიტომ ყველა ქვეყნისთვის ეხლა 200-ზე მეტი ქვეყანა არსებობს დედამიწაზე და დაახლოებით 40-მდე ქვეყანა არის, რომელსაც შეუძლია ევერესტზე ნაციონალური ექსპედიციის, ეროვნული ექსპედიციის მოწყობა. ეს საკმაოდ ეს ძალიან საინტერესოა, როგორ ხდება ექსპედიციის ორგანიზება, ეხლა უკვე ბევრნაირად ხდება. ასე ვთქვათ, იყო როცა მარტო ეროვნული ექსპედიციები მიდიოდნენ, იქ რიგები იყო. ეხლა ეს ცოტა გამარტივდა შედარებით წასვლის და ასვლის პროცედურა, თუმცა ვიმეორებ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ასვლას, თუმცა
ბევრი ადამიანი ვერ ადის და ტრაგედიებით მას იმატა ევერესტზე. აი ხა წელს მაგალითად ჩვენი მხრიდან ხო, აი გერმანელის გერმანელი თასველი გადა დაიღუპა. გერმანელი თასველი ჩემ გუნდში იყო. მაგრამ მის გარდა კიდევ სულ 13 ადამიანი დაიღუპა ნეპალის მხრიდან. ტიბეტის მხრიდან ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა 4 ნამდვილად რომ დაიღუპა ეს ვიცით, მე მგონი რომ გაცილებით მეტი დაიღუპა. სამწუხარო არის ეს ამბავი და რა თქმა უნდა არასერიოზული. როდესაც ბევრი არამთასვლელი მიდის ევერესტზე და ამ თემზე. აი ხა მეგეთყვით კიდე ერთ ამბავს, რამდენად მნიშვნელოვანია და ისა, აქედან გამომდინარე, აი ერთ პატარა მაგალითს ეხლა ჩვენთან ერთად ცდილობდა მწვერვალზე ასვლას ებრაელი მთასვლელი 24 წლის ისრაელის მოქალაქე, რომელიც ავიდა და დააკლდა 300 მეტრი მწვერვალამდე. 300 მეტრი დააკლდა და მოbrunდა იმის გამო რომ გადაარჩინა თურქი მთასვლელი. მის ჩამოყვანაში მიიღო მონაწილეობა. მას დახვდა აეროპორტში მთელი მთავრობის ვერ ავიდა მწვერვალზე, მაგრამ ის ადამიანი გადაარჩინა. მთელი მთავრობის შემადგენლობა და ეხლა უახლოეს დღეებში პრეზიდენტს აქვს დანიშნული სპეციალური დღე, როდესაც უმაღლესი ჯილდოთი აჯილდოებს ამ მთასვლელს, რომელიც ვერ ავიდა, მაგრამ გამოიჩინა ადამიანობა და იქ გადაარჩინა მთასვლელი. აი დაშვების დროს ხოთაშორის მეც შემემთხვა ასეთი ისტორია და პოლონელი ქალი, რომელიც მოწყდა და დაახლოებით 60 მეტრი იგორავა, ასე ვთქვათ, ამ ფერზე. ის ადამიანი, მოკლედ, გადავარჩინე, მე ვიპოვე პირველმა. ეს როდის? ეხლა დაშვებისას. ნახე ეს შემთხვევით ვიპოვე ეს ადამიანი. აბსოლუტურად მე ჯერ დაღუპული მეგონა მე შევეხეხელი და გაინძრა მივხვდი ცოცხალია. 4 საათი მარტო მე ვცდილობდი მის დაშვებას, მე ხმა აღარ მქონდა ბოლო ხმაზე ყვიროდი რომ ქვევით იქნებ იმეს გაეგო და სულ შემთხვევით ორი შერპი ამოვიდა და ასე ვთქვათ მიიღეს იმათმაც მონაწილეობა და მეტი წილი მე უკვე იმათმა იმუშავეს, ასე ვთქვათ, მე ძალიან დიდი შრომა ჩადეს ჩაყვანაში, იმიტომ რომ მე უკვე ჟანგბადი გათავებული მქონდა და 8200-ზე უჟანგბადობა, ხა მთასვლებმა კარგად იციან რა არის, ვინც იქ არის ნამყოფიდან. ვინც არ არის ნამყოფი, მინდა უთხრა რომ უმძიმესია, როცა ხმარობ ჟანგბადს და მე გაგითავდება და ასე ვთქვათ უჟანგბადოთ ხარ. ასეთ მდგომარეობაში მე ცუდამინში მოვყევი, იქ მე მოკლედ და ახლა ძალიან გრძელი ისტორია. მთელი ღამე ვიყავი გარეთ და ეს ყველანაირი ფიზიკის, კანონის დარღვევით აბსოლუტურად. რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს ყველაფერი, ეს ექსპედიცია ზოგადად? ექსპედიცია ზოგადად 57 დღე თბილისიდან თბილისში. საბაზო ბანაკში ვიყავით უკვე დაახლოებით 40 დღეზე მეტი გამოგვივიდა, 53 დღე საბაზო ბანაკში. აი ეს ასulis დღე 19 რიცხვი, როცა ჩვენ ბევრი მთასვლელი დავიზარდით ერთად, იმიტომ რომ ის იყო პირველი ფანჯარა, ასე ვთქვათ, ამერიკის სვალსაზრისით და ძალიან, ასე ვთქვათ, ბევრი მთასვლელი მოbrunდა, იმიტომ რომ ქარები იყო დასაწყისში, მე ასე ვთქვათ, ქარის გამო ისედაც არა, ისედაც ბევრი მთასვლელი მოbrunდა და მოკლედ ტრავმებიც იყო და დაღუპვებიც იყო. 13 ადამიანი საბოლოო ჯამში. აი ამ გერმანელის შესახებ მინდა თქვენ ახსენეთ, რომელიც დაიღუპა და აი ამ შემთხვევაზე მინდა გითხოთ, ანუ რა მოხდა, რამ გამოიწვია ეს? ეს იყო ცერებრალური ედემა, ეს არის ტვინის შეშუპება და ძალიან სწრაფად დადგა სიკვდილი, ანუ მე არ ვიყავი იქ იმ ადგილას, როცა დაიღუპა, მაგრამ დაკარგა მხედველობა, დაკარგა მოწყდა მთლიანად, ანუ პარალიზება მოხდა მთელი ის და რამდენიმე წუთში მე გარდაიცვალა. ასე რომ მაგრამ ჩემთვის ამ ასვლას კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი სპორტული თვალსაზრისით არა, ეს იყო ჩემთვის განსაკუთრებული პოლიტიკური აქცია, იმიტომ რომ თელმა მსოფლიომ, შესაძლოა რუსმა ჟურნალისტებმა, რომლებიც ძალიან გაღიზიანდნენ, უმეტესობა მათი გაღიზიანდა, გაღიზიანებას ვერ მალავდნენ თავის ასე ვთქვათ სიუჟეტებში თუ თავის რეპორტაჟებში, რომელიც სხვადასხვა საიტებზე დაიდო და სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელდა, მაგრამ მილოცავდნენ ასვლას, მაგრამ მე იქვე ამობდნენ რომ რატომ ავიტანე მე ეს დროშა, რომ საქართველოს ოკუპირებულია. მაგრამ იმდენად პროფესიულად ამას აკეთებდნენ, რომ აი შეგშურდებოდა რა, სამწუხაროდ აი საბოლოოდ რამდენი ადამიანი ახვედით თქვენი ჯგუფი რამდენი ადამიანის განსხვავდება? ჩვენი ჯგუფი იყო 17 მთასვლელი, შედიოდა ჩვენ ჯგუფში და ავედით 8. და აი ნაციონალობა როგორი იყო, ანუ ჯგუფის წევრები? ანუ 10 ქვეყანა. ხო. 10 ქვეყანა. და აი მათი რეაქცია რა იყო, თქვათ, როდესაც თქვენ ასეთი ლოზუნგით ადიოდით იქ? რეაქცია აბსოლუტურად ყველას ჰქონდა კარგი. აი რუსი მთასვლებიც კი, რომლებიც დაბრუნდნენ ჩრდილოეთის მხრიდან ავიდნენ ევერესტზე. 18 მთასველი შემხვდა სასტუმროში, ერთ სასტუმროში ცხოვრობდით და 18-ვე მომილოცა, მხოლოდ ერთმა თქვა, რომ ის მე რა ოკუპანტი ვარ, მე თქვა, შენზე ელაპარაკი ახლა ოკუპანტი. ხო და მიხდა მე რუსის ველთქო და იმას გაიცინა და ამთავრდა. არასე რომ
და სხვა მთასვლელების ჩემ სტიკერებს, რომელსაც ვაკრავდი ყველა სასტუმროში, იმ სტიკერებთან იღებდნენ ფოტოებს. ჩემ დროშასთან, რომელიც სანამ წვერვალზე ავიტანდი საბაზო ბანაკში ეკიდა ეროვნულ დროშასთან ერთად, იქ იღებდნენ ფოტოებს. იქ მე მაყენებდნენ და მე მიიღებდნენ ფოტოებს და ინტერვიუებს იღებდნენ. ასე რომ და რამე თქვა რუსებთან რატო ვახსენე რუსი ჟურნალისტები რომ ეს გაღიზიანება რომ ვერ დამალეს და ყველგან დადეს ასე თქვა ის რომ აი რატომ გავაკეთე მე ეს ამის პარალელურად გამოვიდათ რომ გამიკეთეს არანორმალურად დიდი რეკლამა საოცარი რეკლამა რასაც ვერ ვიტყვი მაგალითად საქართველოსზე მაგალითად ასეთი რეკლამა საქართველოს არ გავუკეთებია ხო თქვენზე გადაცემაზე არ მაქვს ლაპარაკი თქვენ არხზე მაგრამ სხვა არხებზე საერთოდ პრაქტიკულად არც გასულა მე მგონი ამიტომ მე მინდა უბრალოდ აღვნიშნო რომ ჟურნალისტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი და განსაკუთრებით განათლება. სამწუხაროდ მე ჩვენ ქვეყანაზე ახლა აღარ ვლაპარაკობ და საერთოდ ჟურნალისტებს დავანებოთ თავი. მე უბრალოდ ვამბობ რომ რატომღაც არ ვიცი ხშირ შემთხვევაში აი ესეთ მოვლენებს იმიტომ არ ვლაპარაკობ ახლა რომ მე არ მეხება ეს ჩემი საქმე არ იყო აბსოლუტურად მხოლოდ ეს იყო სახელმწიფო საქმე, იმიტომ რომ აგაგ დროშა და ამოფრო საქართველოს ოკუპანტების გარეშე ამას გებულობ მთელი მსოფლიო და ავსტრალიიდან მირეკავენ და მილოცავენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული მთასვლელები, რომლებიც ნახეს ეს. და ამ დროს აქ ნაკლებად ასე ვთქვათ ვატყობ რეაქცია საზოგადოებას. ხო ნუ რაღაცა ეს იმიტომ არ არის ხო გეუბნებით კიდე ერთხელ მე არ მაკლია არც აქვია დიდება არც აქვია თასვლელ ფასაზეს გულისხმობ და არც გაშუქება და არც არაფერი მაგრამ დასანანია რომ ასეთ ფაქტს ის ქვეყანა რომელიც ქვეყნის ოკუპაცია დეოკუპაციაზე ლაპარაკი ისე სრულფასოვნად ვერ გასაგებია მე მინდა ვისაუბროთ ნეპალის შესახებაც ცალკე აი ხა ჩვენ გავუშვებთ კადრებს და მე მინდა ნეპალზე მოგვიყო ჩვენ რეპორტაჟი ქონდა ამის შესახებ მაგრამ მინდა უფრო განაბწოთ ზოგადად ამ ქვეყანაზე გვითხრათ ხო თქვენ არ მე რამდენად იყავით ახლა 27-ით ვიყავი ნეპალში ამიტომ კარგად 27-ჯერ არც ერთ ქართულ ქალაქში არ ვარ ნამყოფი ხო ახლა გავლით შეიძლება მაგრამ ისი არა ნუ საოცარი ქვეყანაა ჯერ ძალიან ეგზოტიკური ქვეყანა არის ძალიან რელიგიური ქვეყანა არის სამწუხაროა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში აი ბოლო პერიოდში მოვიდნენ ხელისუფლებაში მაოისტები და კომუნისტები რომლებმაც ვერ გაამართლეს და კიდე კარგი მიხვდა ხალხი და ეხლა დათხოვილია ნეპალის პარლამენტი რეალურად და ახალ არჩევნებს ელოდებიან იმედია სხვა ხალხს აირჩევენ ბარში ნეპალის ბარში უდიდესი უმრავლესობა ხალხის არის ინდუსები ანუ ინდუიზმის მიმდევრები თაში ცხოვრობენ უმეტესად შერპები ან ტიბეტელები თაში მთებში ნეპალის მთებში და იქ არის ასე ვთქვათ 100% ბუდისტური რელიგია. ეს კადრები არის გადაღებული პაშუკესა ბოდონატიდან ეს არის ყველაზე მაღლა მდებარე 900 საფეხურია გასავლელი რო ახვიდე ამ მონასტერში ეს არის ბუდისტური მონასტერი. კატმანდუში არის რამოდენიმე ბუდისტური მონასტერი. ერთია სვაეთ ბუნატი მთაზე, მაიმუნების მთას ეძახიან. მეორე ბოდონატი რომელიც ყველაზე დიდი არის ქვემოთ. აი ეს მაგალითად ინდუსური არის. აბსოლუტურად განსხვავებად განსხვავებას პაგოდებია აქ იქ კიდევ ბუდისტური ასე ვთქვათ. ანუ ნეპალი რითია კიდევ გამორჩეული და საინტერესო. იმით არის გამორჩეული რომ ევერესტი დგას ნეპალში, ჯერ საზღვარზე, ნეპალის და ტიბეტის და 8-8000-იანია ტურისტული თვალსაზრისით არის, ანუ წარმოუდგენლად საინტერესო ქვეყანა. ჰიმალაები უდიდესი ნაწილი ნეპალშია და გარდა ჰიმალაებისა აი სოფლები, მაგალითად ხეობებია, სადაც შეიძლება 10 დღე იარო ისე რომ მოგიწევს სუფეხით სიარული. და მოგიხდეს ერთი ხევიდან მეორეში გადასვლა მაგალითად 24-26 დღიანი ტურებია, სადაც მარტო ფეხით დადიან. ამიტომ ჩემთვის აი სწორედ აი ეს მნიშვნელობა ქონდა, რომ ნეპალში, ნეპალის მხრიდან, სადაც ყველაზე ბევრი ტურისტი ჩადის, იქ მომხდარ იყო სწორედ ამის აფიშირება საქართველოს ოკუპანტების გარეშე. იქ გაკრულიყო ეს სტიკერები, იქ იმ მხრიდან ამეტანა დროშა, იმიტომ რომ იქიდან ყველაზე მეტი მთასვლელი ადის ხოლმე ევერესტზე. სეზონიც უფრო გრძელია ნეპალის მხრიდან, ამიტომ რა თქმა უნდა ეს გაწყვეტილება, ჩემი გაწყვეტილება იყო სწორედ აი ამ ყველაფერთან გამომდინარე. თუმცა შემეძლო მე ტიბეტის მხრიდან სასულიყავი, სადაც ვიყავი ადრე, მაგრამ ნეპალიდან არ ვიყავი ნამყოფი ეს ერთი, რომ საინტერესო იყო და მეორე იქ უფრო გაპიარდა, ასე ვთქვათ ეს. კარგი, გასაგებია ჩვენი საუბარი დასასრულისკენ წავიდა, თუ გსურთ რამე დაამატოთ ასე რამე თქვათ. მე ერთ რამეს გეტყვით რა ის ღამე, რომელიც ღამეც მე ასე ვთქვათ გარეთ ვიყავი უჟანგბადოთ კარვის გარეშე მთელი ტანსაცმლის შიგნით უთოვლით ამოტენილი. მაგ პერიოდში მახსენდებოდა ეგზუპერის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ნაწარმოების ადამიანების პლანეტის ერთი პერსონაჟის ნათქვამი, როცა ან რეგიონი დაკარგული ერთი თვის მერე იპოვეს და ის როდესაც მივიდა თავის მეგობრებთან პირველი ასე ვთქვათ რომ ვერც ერთი
ცხოველი ერთ-ერთი ხეცი ვერ გაუძლებდა იმას, რასაც გაუძლია. ის ღამე იყო, აი ესეთი ზუსტად ეს სიტყვები გამახსენდა. და თავარი მინდა ვთქვა, რომ ეს ასვლა მიეძღვნა ყველა იმ ადამიანს და ყველა იმ ქართველს, რომელიც დაიღუპა ტერიტორიული მთლიანობისათვის და მე მინდა რომ ეს მე მინდა და აქამდეც განვაცხადე, ხა კიდე განვაცხადებ, რომ ეს ასვლა ასევე ეძღვნება აფხაზ და ოს ბიჭებს, რომლებიც დაიღუპნენ, რომლებიც ასევე არიან რუსეთის იმპერიის პროვოკაციის მსხვერპლი და ეს არის სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ და შეეწირნენ ამ პროვოკაციას, რომელიც 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მე არ მეწყენენ, ეხლა ქართველი დედები დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენი შვილები ჩვენს გავიზარდეთ ვებხრა მოყმედ. ბატონგია, ძალიან დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის და ასევე მინდა გისურვოთ წარმატებები და მოგილოცოთ ეს წარმატება, რომელსაც ახლა მიაღწიათ. ახლა სტუდიაში მინდა ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს გადაცემას სპორტული თემით და სტუდიაში მინდა მოვიწვიოთ ჩვენი ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე, რომელმაც სიუჟეტი მოამზადა 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შესახებ. ნათია, საღამოშვიდობისა და შეგიძლია წარადგინო საკუთარი რეპორტაჟი. მე პირველ რიგში, როგორც ჩვენ უკვე თქვი, ვიტყვი, რომ 17 წლამდე ნაკრებზე გავაკეთე სიუჟეტი. ამ ნაკრებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და დიდი გზა გაიარა ევროპის ჩემპიონატამდე და თავად ამ ჩემპიონატზეც და უკვე პირველი 2 ტურის წინ, სანამ ქვეჯგუფში გავიდო და უკვე სერიოზულად აფასებდნენ ნაკრებს მოწინააღმდეგეები და დიდ კონკურენტად თვლიდნენ. ასევე ჩვენ ვისაუბრებთ იმ მიზეზებზე, და სამომავლო გეგმებზე, მიზეზებზე ბუნებრივია იყოს შეცდომები, რომელზეც თავად საუბრობენ ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც და იმაზე თუ ვთქვათ, კარგია, ნახევარფინალამდე მიღწევა მართლა ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ ყველას მინდა რომ ფინალშიც გავსულიყავი და საერთოდ მოგვეგო, მაგრამ ნუ სამომავლო გეგმებზე ამ შეცდომებზე ყველაფერზე იქნება ლაპარაკი ნათია ბანძელაძის რეპორტაჟში, რომელიც ეძღვნება 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს. ნიკოლოს ჭანტურია იტალიის გულშემატკივარია და ახლა ევროპის ჩემპიონატის იტალიისა და ხორვატიის ნაკრებების თამაშს ადევნებს თვალს. დაახლოებით 1 თვის წინ ის თავად გამოდიოდა ევროპის ჩემპიონატზე. ნიკა საქართველოს 17 წლამდე ნაკრების კაპიტანია. 13 მაისს ნაკრებს ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე. საქართველოს ჰოლანდიის ნახევარფინალურ თამაშზე მსაჯმა ნიკა ჭანტურია მატჩის დაწყებიდან მე-16 წუთზე მოედნიდან გააძევა. სათამაშო კაი განწყობა იყო და ნუ ალბათ ჩემი გაძევება რო არა, დარწმუნებული ვარ რომ უკეთ ვითამაშებდით მაგ თამაშს მით უმეტეს ის დავალებები რაც წვნელმა მოგცა, ჩემი გაძევების შემდეგ შეიცვალა და უფრო უკრიდან გვიწევდა თამაში არა და დასაწყისში უფრო შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთის თამაშს გეკმოთ და რაც შეეხება ბიჭების თამაშს 10 კაცით იბრძოლეს და ბოლომდე ითამაშეს და ტოლი არ დაუდეს არაფერში ჰოლანდიის ნაკრებს და იმ თამაში ფორტუნა როდნავ ჩვენსკენ ყოფილიყო და დარწმუნებული ვარ მაგ თამაშს არ წავაკებდი. ახლა საჯის შეცდომის გამო დავმასწრეთ საჯის რომ აი ეს შეცდომა არ დაეშვა მე ალბათ ფინალში ჩვენ გავიდეთ და ფინალში ყველასთან აბარე შანსი აქვს და ცუდია რომ საჯმა დაგვაკარგვინა ჩემპიონატის შანსი. ნახევარფინალში საქართველოს 17 წლამდელები დამარცხდნენ ჰოლანდიასთან, მაგრამ ნაკრებისთვის ამ ეტაპამდე მისვლაც მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო წარმატებაა. არ იყო ადვილი რა, ძალიან რთული გზა გავიარეთ და აი ამ თავდადებით, სიყვარულით, ერთობით მივახციეთ დაუშვათ აი ამ წარმატებას. მათი მონდომება, აი მეც მწვნელი ვარ, მაგრამ ნამდვილად ეხლაც მიყვირს რა, მათი მონდომება და მათი თავდადება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად ქართველ ფეხბურთელებს თბილისში ელიტ რაუნდში უნდა მოეპოვებინათ გამარჯვება და მათ ეს შეძლეს. დაძლიეს ისეთი ძლიერი ნაკრებები, როგორებიცაა ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა. ჩვენ ისეთი ნაკრებები დავტოვეთ აქ და ისეთი ნაკრებები გავუშვით სახში, რომ არა უკვე ისიც შეგვეძლო რომ ჩვენ თასით ჩამოსულიყავით თბილისში. თავიდანვე იყვნენ ოპტიმისტურად განწყობილები, რომ გავიდოდნენ, ყველაფერს გააკეთებდნენ და გაახარებდნენ ქართველ გულშემატკივარს. ქვეჯგუფში საქართველოს მოწინააღმდეგეები იყვნენ გერმანია, საფრანგეთი და ისლანდია. სწორედ ისლანდიასთან თამაში იყო გადამწყვეტი ქართველი ფეხბურთელებისთვის. ჯგუფიდან გასასვლელად აუცილებელი იყო 3 ქულის მოპოვება. ასევე მნიშვნელოვანი იყო პარალელურად მიმდინარე მატჩში გერმანიის საფრანგეთთან მოგება. 10 მაისს ქალაქ დომჟალეში თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე მოედანზე გამოსულმა დავით დარციმელიამ გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა. სანამ მე შევიდოდი მოედანზე, ვიცოდი
რა ანგარიში იყო მეორე თამაშზე და გოლი გჭირდებოდა ყველაზე მთავარი ეს იყო იმ მომენტში. და ამიტომ ორმაგად მოტივირებული შევედი მოედანზე და მინდოდა რომ გუნდს დავხმარებოდი გოლის გატანაში და ისე გამოვიდა რომ ეს გოლი მე გავიტანე. აი ესეთი მძიმე ტურნირი ჩვენ არ გვითამაშია, იგი იყო თბილისში, თბილისიდან დაიწყო ყველაფერი, ვიბრძოლეთ ბიჭებმა ყველაფერი დავდეთ იმისთვის, რომ ჩვენ 8 საუკეთესო ნაკრებში მოხვედრილიყავი და ევროპის თუნდაც ნახევარფინალი გვეთამაშა. UEFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატის შედეგები შეაჯამა და 10 საუკეთესო მონაწილე გამოარჩია. ათეულში მოხვდა ქართველი ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე. აი რას წერენ UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. ოთარ კაკაბაძე არის აშკარად ნიჭიერი მოთამაშე, რომელიც ამპლუით მარჯვენა მცველი გახლდათ, თუმცა ფაქტობრივად მთელ ფლანგს აკონტროლებდა. კაკაბაძე დასვაში კარგად მოქმედებდა და ხშირად ქართველთა შეტევების წამოწყებადაც გვევლინებოდა. არ შეუტყობინებიათ, მე თვითონ გავიგე UEFA კომის მეშვეობით და ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადაუხადო, ვისაც ამაში პატარა წვლილი მიუძღვის. ნაკრებში 7 მოთამაშე ლოკომოტივის საფეხბურთო კლუბის წევრია. თავი ამოცანა იყო თავიდან ისე შეიქმნა სკოლა 105 წელს, რომ ანუ სკოლაში აღზრდილი ფეხბურთელებით ყოფილიყო დაკომპლექტებული პირველი გუნდი და ეს 17 წლამდელები სწორედ ახლა პირველ გუნდში თამაშობენ. შესაბამისად უწევთ პირველ ლიგაში თამაში, ანუ ასაკით ბევრად დიდ ფეხბურთელებთან და ასევე რაოდენობრივად თამაშებით საკმაოდ მეტი უწევთ. 17 წლამდე ნაკრების შედეგი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფეხბურთის მნიშვნელოვანი წარმატებაა. ჩვენ არ უნდა გვივარდეს თავში და არ უნდა გვეგონოს რაღაც მეტი გავაკეთეთ იმაზე, რაც გავაკეთეთ. და მეორე, ვარჯიში უნდა გავაგრძელოს ისე. უნდა ვეცადოთ რომ ეს ბიჭები აქ ვინც ვართ, სულ ერთად ვიყოთ. ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მწვრთნელთა შტაბს, ნაკრების, ვინც ჩვენს ნაკრებში მუშაობდა, რასაკვირველია ფეხბურთელებს, რომლებმაც ესე მართლა თავდადებით და ანუ გუნდური სულისკვეთებით მოახერხეს ამის მიღწევა. ზოგადად მიდგომა ფეხბურთისადმი საქართველოში ბევრად გაუმჯობესდა და იგივე ინფრასტრუქტურის მხრივ, მოედნების მხრივ და რა თქმა უნდა, მწვრთნელთა განათლების მხრივ, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის. მწვრთნელები და ფეხბურთელები საკუთარ შეცდომებს და სუსტ მხარეებსაც აანალიზებენ. ფიზიკური მომზადება, ეხლა კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ერთ კვირაში არ ხდება რა, ეს არის საერთო ფონია რა, ეს სოციალური ფონი დავარქვათ თუ დაუშვათ ამ ფეხბურთელების დასვენება დავარქვათ თუ კვების რეჟიმი დავარქვათ, აი რა ვიცი, ეს ყველაფერი კომპლექსური საკითხი არის და ამ ეტაპზე რომ ეხლა ერთ კვირაში ჩვენ ინგლისს და ესპანეთს დავეწიოთ და გერმანიას ფიზიკურ მომზადებაში, ამის მე ეს არც გამკვირვებია რომ ჩვენზე წინ იქნებოდა. 17 წლამდე ნაკრების წევრები, რომლებმაც 2 წლის განმავლობაში ერთად ითამაშეს, უკვე სამომავლო კარიერაზე ფიქრობენ. 19 და 21 წლამდე ნაკრებებში მოსახვედრად მათ ბევრი ვარჯიში მოუწევთ. ფეხბურთელებს ევროპული კლუბებიდანაც ჰქონდათ შემოთავაზებები. სანაკრებო კარიერა საერთოდ დიდ სტიმულს აძლევს ფეხბურთელს და ასევე მნიშვნელოვანია მისი საკლუბო კარიერისთვისაც, თუ როგორ კლუბში გააგრძელებს კარიერას. განვითარების დაუშვათ მეორე ფაზა და მეორე ეტაპი ისეთი არ არის, ისეთი საკმარისი და სრულფასოვანი, როგორცაც ჩვენ ველით. და ამიტომ საქართველოს ჩემპიონატში მაინც მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჯობია რომ აქ დავოსტატნე 18, 19, 20 წელი, მაგრამ ისე ვიძახი კარგ გუნდებში და ნორმალურ პირობებში და მერე გავიდნენ აქედან. პირობები რა თქმა უნდა იყოს საუკეთესო, როგორც ევროპელებს აქვთ ესე ვიტყვი, უნდა იყოს კაი საფარი, უნდა იყოს კაი მოედნები, კაი საშუალება იმისთვის, რომ ფეხბურთელი გაიზარდოს. ეს იყო რეპორტაჟი 17 წლამდე ფეხბურთელთა შესახებ, რომელიც მოამზადა ნათია ბანძელაძემ. ნათიას, რა არის ამ ფეხბურთელების სამომავლო გეგმები, როგორ ხედავენ ისინი თავის კარიერას? ქართველი ფეხბურთელებით პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ბევრი უცხოური კლუბი დაინტერესდა, მაგრამ მათი საზღვარგარეთ წასვლა არის გარკვეულ ფაქტორებთან დამოკავშირებული და ამიტომ და თან მით უმეტეს, რომ ქართულ κλუბებთან მათ უკვე აქვთ ხელშეკრულებები გაფორმებული, მაგრამ მიუხედავად მწვრთნელები ამბობენ, რომ 17 წლის ფეხბურთელი შეიძლება გაიზარდოს საქართველოშიც, მნიშვნელოვანია კარგი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს მას, პროფესიონალი მწვრთნელი, რა თქმა უნდა, და ასევე სტიმული, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი
მიმართულებებით, რაც შემოთვალე არის გასავითარებელი იმის, რომ ფეხბურთელს კონდეს ზრდის შესაძლებლობა საქართველოში, როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე პირველ ლიგაში, ინფრასტრუქტურა, სტიმული, ეს ყველაფერი, რაც თქვი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ყველაფერი ასე მოხდება და უსურვოთ წარმატება მომავალში ამ ფეხბურთელებს, რომელმაც ისედაც მიაღწიეს წარმატებას, როცა გავიდნენ ნახევარფინალში, ხო? ნათია ბანძელაძეს დიდ მადლობას გადავუხდი და ახლა წარმოგიდგენთ კიდევ ერთ რეპორტაჟს, ეს რეპორტაჟი იქნება გურიიდან. რეპორტაჟს წარადგენს თაკო სურგულაძე, ჩვენი ჟურნალისტი, რომელიც ჩავიდა გურიაში და მოამზადა რეპორტაჟი თამარის ჯვრის შესახებ. მოგესალმებით, ჩვენ გურიაში ვიმყოფებოდით, უფრო კონკრეტულად კი ოზურგეთის რაიონსა და სოფელ აჭში. გადავიღეთ თამარ მეფის საწინამძღვრო ჯვარი, ანუ ჯვარი, რომლითაც იგი ლაშქარს ლოცავდა. ეს ჯვარი შემოინახა აჭის მონასტრის ბოლო დიაკვანმა არსენ სალუქვაძემ და თუმცა ამის შემდეგ თითქმის 100 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ინახებოდა მისი შთამომავლების ოჯახში. ასევე გადავიღეთ აჭის მიმდებარე ტერიტორიაზე უძველეს ციხესიმაგრე, რომელსაც მოსახლეობა დღემდე თამარ მეფის ციხით იცნობს. და ჩავწერეთ ყველა ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ამ ისტორიას. უბრალოდ კი ხო, ციხის შესახებაც გვექნება რეპორტაჟის საუბარი და ასევე მთავარი თემა არის, რა თქმა უნდა, თამარის ჯვრის ისტორია. თაკოს სურგულაძის რეპორტაჟს შემოგთავაზებთ ახლა გურიიდან. ჰოიძელო ცხოვრებისაო, მე ეყავ შენთა მაკურთხეველთა დღეს ამას განკითხვისასა. შეიქმნა ჯვარი ესე ბეთანიას ღმრთის შობლისა, ოქროისა და ვერცხლის წმინდისა. უფლებასა დედოფლისა თამარისა ადიდენ ღმერთმან. თამარ მეფის საწინამძღვრო ჯვრის წარწერის მიხედვით, დღემდე დაუდგენელია ზუსტად სად შეიქმნა ეს ჯვარი, ბეთანიასა თუ ბეთლემში. ჯვრის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო. ეს ითვლება საწინამძღვრო ჯვარი, იმიტომ არის თამარ მეფის ეს ტარევით რო ჩანს, ეს მაგრდებოდა დიდ, ანუ კვერთხის მსგავს ჯოხზე ეს ჯვარი მიუძღოდა წინ ლაშქარს. ჯვარი წლების განმავლობაში აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ინახებოდა და ჩვენამდე მონასტრის ბოლო დიაკვნის არსენ სალუქვაძის შთამომავლების საშუალებით მოაღწია. წარმოდგენაც არ გქონდა, ჩვენ არც მათ არ იცოდნენ, ეთყობა არ გქონდა წაკითხული, იმიტომ რომ ჩვენ მე როცა დაგვირეკა დედა ალექსანდრა მაჭის მონასტრიდან გვითხრა რომ ეს ჯვარი არის თამარ დედოფლის ჯვარი. ერთ დღეს მონასტერს აჭში მოღვაწე ბოლო დიაკვნის არსენ სალუქვაძის შთამომავალი ესტუმრა და ანდერძის შესახებ განაცხადა, რომელიც მას დიაკვანმა დაუტოვა. ანდერძში გადმოცემული იყო, რომ როდესაც აჭში მონასტრული ცხოვრება დაიწყებოდა, ჯვარი იქ დაებრუნებინათ. ამის შემდეგ თამარ მეფის ჯვარი შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების რეზიდენციაში ინახება და ჩვენამდე ასეთი სახით ძვირფასი ქვებისგან განძარცულმა მოაღწია. დიაკვანი არსენ სალუქვაძე აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საქართველოს გასაბჭოებამდე მსახურობდა. შთამომავლების გადმოცემით არსენ სალუქვაძემ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობისა და ეკლესიაში მრავალი თავდასხმის გამო ტაძრიდან წმინდა ჯვარი წამოიღო. ასევე აღნიშნავენ, რომ დიაკვანი ყოველთვის ხაზს უსვამდა ამ ჯვრის მნიშვნელობას და ამბობდა: ეს ჯვარი დიდი საფრთხის წინაშეა, მოუფრთხილდით და შეინახეთ, უცხოსთან არ გაამხილოთ. მიადევნეთ თვალი აჭის ეკლესიას და როდესაც საეკლესიო ცხოვრება აღსდგება, მხოლოდ მაშინ აუცილებლად დააბრუნეთ. აჭიდან უნდა როდესაც გადმოსახდა არსენის ოჯახი, ისინი ცხოვრობდნენ ერთ-ერთი ვაჟის, არსენის ერთ-ერთი ვაჟის სახლში სოფელ ბოხვაურში. უკვე მას შემდეგ, როდესაც არსენი გარდაიცვალა, ჯვარი წააბრძანეს და ინახებოდა ქალაქ თბილისში გიორგი სალუქვაძის ოჯახში. და როდესაც უკვე გიორგიმ ანდერძის შესაბამისად რომ უკვე აღარ იყო ის სიტუაცია, როდესაც საფრთხე ემუქრებოდა ჯვარს და მადლობა ღმერთს რომ სამონასტრო ცხოვრება უნდა აღდგარიყო, ეს მეუფე იოსების წყალობით მოხდა, რომ სამონასტრო ცხოვრება აღდგა აჭის წმინდა გიორგის ეკლესიაში, უკვე მას შემდეგ მოხდა ესეთი სასწაული, რომ აღმოჩნდა ჩვენთვის საბედნიეროდ, რომ თურმე ჩვენს ოჯახში ინახებოდა, ჩვენთვის უცნობი იყო, ჩვენს ოჯახში ინახებოდა ეს სასწაული ჯვარი. ჩემ ბავშვობაში აი ესეთი რაღაც მახსოვს, ისეთ და რომ აი მამას ესეთი პატარა ესეთი ჩემოდანი ჰქონდა პატარა და აი ამ ჩემოდანში თავის რაღაც ნივთებთან ერთად, რომელიც ძალიან უყვარდა,
ლექსები ქონდა, რაღაც ამონარიდები, ნაჭერში გახული, რაღაც ჯვარი. გახსნიდა ამ ჯვარს, გვანახვებდა და სულ გვეუბნებოდა, ეს დიდმა ბაბუამ გვიანდერძა, რომ როდესაც აღდგება აჭის ეკლესიაში წირვა ლოცვა, სულ იმას გვეუბნებოდა, რომ არ შეახედოთ უცხო თვალს, არ გამოფინოთ, საფრთხის წინაშე შეინახეთ დამალე და როდესაც აღდგება ეკლესიაში წირვა ლოცვა, მაშინ დააბრუნეთ. სულ მიკვირდა, იმიტომ რომ ეს ის თაობა შედარებით ეკლესიასთან მაინც, მაგრამ ამბობდი, რომ აი ბაბუის დანაბარებს ძალიან უფრთხილდებოდა, ძალიან უფლებას არ აძლევდა ჩემს ძმას, რომ ეს ჯვარი კედელზე დაეკიდა, ან გამოვებინა. თამარის ჯვრის შესახებ ცნობილი იყო ექვთიმე თაყაიშვილისთვისაც. ამას მეცნიერის ჩანაწერები მოწმობს. ეს მე-20 საუკუნის ფოტო ალექსანდრე როინიშვილს ეკუთვნის. ამ ფოტოს გადასაღებად ალექსანდრე როინიშვილის სწორედ ექვთიმე თაყაიშვილს ჩამოუყვანია გურიაში. ასევე თამარის ჯვარი მოხსენიებულია ისტორიკოს ენვერ გოგუაძის ჩანაწერშიც. ჩვენ პირველად, რა თქმა უნდა, ეს არ ვიცოდით, რომ ეს ჯვარი ესეთი სიწმინდე იყო, მაგრამ ღვთის მადლით, როდესაც აღმოვაჩინეთ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ნაშრომი წარწერა, რომელიც ანალოგიაა ამ ჯვარზე, რაც წერია, მის შემდეგ, რა თქმა უნდა, დადასტურდა თვით კათოლიკოს პატრიარქმაც წაიკითხა ეს წარწერა. როდესაც საქართველოში საფრთხე დგება სიწმინდეების და ექვთიმეს დაევალება მთავრობის მიერ, რომ მან უხელმძღვანელოს განძის გატანას უცხოეთში და იქ შენახვას, ექვთიმე ბრუნდება აჭის მონასტერში ჯვრის წასაღებად, რომ ის დაცული იყოს, მაგრამ მას ჯვარი იქ აღარ ხვდება. აღარ ხვდება მიზეზთა გამო, მაგრამ ექვთიმეს იმის დრო არ აქვს, რომ ამისი ძიება დაიწყოს. ექვთიმემ არ იცოდა ჯვარი რომ დიაკვანთან იყო. დიაკვანმა ეს ფაქტიურად თავისი გადაწყვეტილებით თავისით გადაწყვიტა, რომ ეს ჯვარი მას ფარულად წაეღო და შეენახა, იმიტომ რომ თვითონ დაზღვეული არ იყო ამ ჯვრის დაკარგვისგან. ჯვრის ისტორია დაკავშირებულია აჭის მონასტრის ტერიტორიის ახლოს მდებარე ძველ ციხესიმაგრესთან, რომელსაც მოსახლეობა თამარის ციხეს უწოდებს. ეს ციხესიმაგრე არის მეფე თამარმა ამ საყდარში წმინდა გიორგის შეავედრა თავისი ქვეყანა, ჯარი. ჯარმა მიაღწია წარმატებას და შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია. მადლიერების ნიშნად წმინდა მეფე თამარმა უამრავი საბოძარი შესწირა წმინდა გიორგის, მათ შორის იყო თამარის საწინამძღვრო ჯვარი. აქ იყო ძალიან დიდი გალავანი თურმე, ყოფილა თავისი ციხესიმაგრე და დადიანებსა და გურიელებს შორის რო ყოფილა შიდა ომი, ეს იყო ისეთი სტრატეგიული ადგილი, სადაც ცხენოსანი ჯარი ბანაკდებოდა ამ ადგილზე. 2010 წლის 24 ნოემბერს აჭის მონასტერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ესტუმრა. ჩვენ რომ უთხარით უწმინდეს ამ ჯვრის შესახებ, უწმინდესმა არ იცოდა ამ ჯვრის თაობაზე და როგორც კი წარწერა ჯვარი ვანახეთ უწმინდეს და წაიკითხა უწმინდესმა, რომ თუ რა წარწერა ქონდა ამ ჯვარს, ეგრევე თქვა უწმინდესმა, რომ მე ვგრძნობ, რომ აქ არის ძალიან დიდი სიწმინდე ამ ჯვარში. ამ ჯვრის სიწმინდესთან ერთად აი ამ ადგილზე ცმაცხოვარი ჯვარცმის ადგილია, აი მუხლებში არის ძელი ცხოველი დატანებული ნაწილი, ძელი ცხოვლის ნაწილი დატანებული, რომელთაც მაცხოვარი ეცვა ჯვარს. თამარ მეფის საწინამძღვრო ჯვრის ნახვა მორწმუნეებს წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გიორგობის დღესასწაულზე, აჭის მონასტერში შეუძლიათ. ბახოს ანაიას რეპორტაჟი კვლავ ეთერშია და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მომდევნო რეპორტაჟი, რომელიც ეხება ერთ ძალიან საინტერესო ალბომს, ალბომის სახელწოდება აფხაზეთი მე-19 საუკუნე და ძალიან საინტერესო ნამუშევრებია მასში შესული. ამ თემაზე მუშაობდა ჩვენი ჟურნალისტი მარია მოშხნელი და ის ახლა
უფრო დეტალურად მოგვიყვება ალბომის შესახებ, იქ განთავსებული მასალების შესახებ. საღამომშვიდობის მარიამ და გისმენთ. საღამომშვიდობის, ვახო როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, ამ ფოტოალბომში შესულია მე-19 საუკუნის ფოტოები მოღვაწეების, რომელიც განსაზღვრავდა აფხაზეთში მე-19 საუკუნეში პოლიტიკურ ვითარებას, ასევე საზოგადო მოღვაწეების. ასევე არის ძალიან ბევრი ფოტო, რომელიც ასახავს შენობა ნაგებობებს, ჩაცმულობის სტილს. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ფოტოალბომია, იმიტომ რომ როგორც იცით, საომარი მოქმედებების დროს სამწუხაროდ აფხაზეთში განადგურდა არქივი. როგორც ვიცი, აფხაზეთიდან წერილებსაც იღებენ ფოტოალბომის შემდგენლები, იმიტომ რომ ძალიან ესიამუნათ ეს ნაბიჯი აფხაზებს თვითონ და ბევრი წერილი მადლობის და რაღაცა გასაგებია, მე მინდა კიდევ საკითხი შევეხო და ხაზი გაუსვა, რომ ეს ალბომი არ არის მარტო ფოტოების, აქ არის ნახატებიც, ხო? მხოლოდ ფოტოებს არ ხო, იქიდან გამომდინარე, რომ მე-19 საუკუნეში არ იყო ფოტოგრაფია იმდენად განვითარებული, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი მასალა, რომელიც არის სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული და არ არის მარტო ფოტოები. გასაგებია, კარგი, შევთავაზოთ ჩვენს მაყურებლებს უკვე შენი რეპორტაჟი აფხაზეთი მე-19 საუკუნე, ასე ქვია, ალბომსაც და ასე ქვია მარიამ მოშნელის რეპორტაჟსაც, რომელსაც ახლა ნახავთ. საზოგადო მოღვაწეები, ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფოტოები, ქალაქების ხედები. მე-19 საუკუნის აფხაზეთის ამსახველი მასალა შევიდა ალბომში აფხაზეთი მე-19 საუკუნე. ალბომი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა გამოსცა. იდეა ეკუთვნის აფხაზურ მხარეს. ომის მერე აფხაზეთში განადგურდა არქივები და მთელი მათი დოკუმენტური მასალა. ამიტომ 2000 წელს გთხოვეს აფხაზურმა მხარემ, რომ იქნებ მოგვეგროვებინა ენგურსაკეთ დარჩენილი ფოტომასალა, რომელიც მე-19 საუკუნის აფხაზეთს ასახავდა. ჩვენი ინსტიტუტის კოლექტივი ძალიან აქტიურად ჩაება საქმეში და დაახლოებით ჩვენ გვეგონა რომ ეს საქმე ასე ვთქვათ ძალიან მალე დამთავრდებოდა, მაგრამ პროექტი გაიწელა აგერ ამდენი წელიწადია და აღმოჩნდა რომ მარტო მე-19 საუკუნის აფხაზეთის თემაზე 600-ზე მეტი საარქივო მასალა მოიძებნა. ალბომში შესული მასალების ძირითადი ნაწილი ეროვნულ არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, კინო, ფოტო, ფონო დოკუმენტების ცენტრალურ არქივში და ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. ალბომში მოხვდა ფოტოები კერძო კოლექციებიდანაც. დედა იყო ძალიან ესეთი წიგნობარი, ვიტყვი ძალიან მოყვარული ტრადიციების თავისი წინაპრებისადმი რაღაც განსაკუთრებული სიყვარული გააჩნდა. აგროვებდა სურათებს სათუთათული და იცით აი ამ სურათებმა, ყველა სურათმა ორი გადასახლება გამოიარა. ფოტოალბომი 4 ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში აფხაზეთის სამთავრო სახლი, კავკასიისა და რუსეთ-თურქეთის ომები და მუჰაჯირობაა ასახული. ფოტოალბომი მიხეილ შერვაშიძის აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის სურათით იწყება. აფხაზეთის სამთავროს გაუქმების და იქ რუსული მმართველობის შემოღების შემდეგ მიხეილ შერვაშიძე დააპატიმრეს და ვორონეჟის გუბერნიაში გადაასახლეს. 1866 წლის 16 აპრილს აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი გარდაიცვალა. ეს არის ძალიან საინტერესო პერიოდი, მე-19 საუკუნე აფხაზეთში. უინტერესო პერიოდი რა თქმა უნდა ისტორიაში არ არსებობს, მაგრამ ზუსტად ამ პერიოდში ხდება ორი დიდი იმპერიის დაჯახება, თურქეთის და რუსეთის იმპერიებს გულისხმობ და თანდათან კლებულობს თურქეთის გავლენა და შემოდის რუსეთი. უქმდება აფხაზეთის სამთავრო სახლი და ექცევა რუსეთის მფლობელობის ქვეშ. ეს ყველაფერი შევეცადეთ, რომ ამ ფოტომასალის საფუძველზე კარგად ყოფილიყო ასახული, ანუ ადამიანი, რომელიც ამ წიგნს გადაშლის, დაინახოს ის პროცესები, რომელიც მიდის აფხაზეთში. მიხეილ შერვაშიძეს 4 შვილი ჰყავდა: თამარი, ბარბარა, მიხეილი და გიორგი. გიორგი შერვაშიძე გამოჩენილი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე იყო. ყველაზე დიდი რაოდენობით ალბომში სწორედ მისი ფოტოებია შესული. როდესაც გიორგი შერვაშიძეს შემოქმედებაზე მუშაობდი და როგორც საზოგადო მოღვაწე, როგორც შემომქმედი, როგორც მწერალი, როგორც პუბლიცისტი, უდიდესი როლი ითამაშა გიორგი შერვაშიძემ. იმისთვის გიორგი შერვაშიძის განუყოფელი იყო საქმე. მისი პუბლიცისტური წერილები რომ წაგაკითხათ თქვენ, აი ყველგან დარწმუნდებით, რომ ეს არ აცალკავებდა. სულით, გულით, მთელი თავისი შეგნებით ის იყო მოთრფიარე აფხაზეთის, მაგრამ თავის სამშობლოს, ყოველთვის ამათ ჩემი სამშობლო ივერია.
ალბომში მოხვდა შერვაშიძეების გვარის იმ წარმომადგენლების ფოტოებიც, რომლებიც აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდნენ. გამოცემაში ცნობილი აფხაზი მოღვაწეების ფოტოსურათებსაც შეხვდებით. ალბომის მეორე ნაწილი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, ახალი ათონის მშენებარე ტაძარი, სოხუმის ნავმის სადგომი, ბიჭუნთის ტაძარი 1840-იან წლებში და შემდგომ უკვე სახეცვლილი 80-90-იან წლებში, გაგრა, რიწის ტბის სასახლის ფოტოსურათი. ძალიან ბევრი მასალა, რასაც ეხება ჩვენ ურთიერთობას, რასაც ეხებოდა აფხაზეთის ძველ ისტორიას, იგივე ჩემი ქალაქის ძველი ხედები. აი ჩემთვის სამწუხაროდ ძალიან ბევრი მასალა პირველად ვნახე აქ. ოფა ცხოვრების ამსახველ მასალას ალბომის მესამე ნაწილი ეთმობა. საინტერესოა აფხაზეთში მაშინდელი ჩაცმულობა, სოციალური ტიპები და სამუშაო იარაღი. რაც შეეხება მეოთხე ნაწილს, ის მე-19 საუკუნის საზოგადო მოღვაწეებს ეთმობა. რუსი მოღვაწეებით შევიტანეთ ზოგიერთი დემოკრატიული ღვთისმსახურმადგენლის სურათი, მაგალითად, აგერ გვაქვს ჩვენ ნიკოლოზიძე რაევსკი. ეს ამან მაგალითად გააშენა სოხუმის ბოტანიკური ბაღი, ახლო მჭიდრო კავშირი ჰქონდა დეკაბრისტებთან და მასთან ახლო კონტაქტში იყვნენ რუსი და ქართველი მოღვაწეები. სასულიერო რიდანაც ყავს მოღვაწეები, ქართველი მოღვაწეები, დიდი ღვაწლი აქვს ქართველ მოღვაწეებს, ისინი განათლების დარგში იქნება ეს თუ რელიგიური ქრისტიანული სარწმუნოების გამტკიცებაში, მაგალითად ცნობილია გერონტი ქიკოძის ღვაწლი 16,000-მდე ის აფხაზი რომ გააქრისტიანა. ალბომზე მუშაობისას მოძიებულ მასალაში აქამდე უცნობი ფოტოებიც აღმოჩნდა. ფოტოებს შორის ახალ მასალას მიეკუთვნება მაგალითად გიორგი მიხეილიძე შერვაშიძის ეს აფხაზეთის მთავრის მეუღლის ანდრეევსკაის პორტრეტი, გიორგი მიხეილიძე შერვაშიძის დის პორტრეტი, გიორგი მიხეილიძე შერვაშიძის ძმის პორტრეტი არზაყანის. ჩვენს მიერ მოპოვებულია ფერადის სახით გრიგოლ გაგარინის სურათი, რომელიც ასახავს აფხაზ და ჯიქელ ფეოდალებს. ფერადის სახით ეს პირველად ქვეყნდება. შეუძლებელია წარმოიდგინო, რამდენი შრომაა ჩადებული ამ ფოტოალბომის შექმნაში. მისი შემდგენელი წლების განმავლობაში დადიოდა მუზეუმიდან მუზეუმში, ბიბლიოთეკიდან ბიბლიოთეკაში. ეძებდა ფოტოებს, იშვიათ გამოცემებს, ამუშავებდა უამრავ მასალას იმისთვის, რომ ალბომს საბოლოოდ ისტორიული, მეცნიერული და ლიტერატურული ღირებულება ჰქონოდა. ალბომი ლიტვის საელჩოს დახმარებით ლიტვაში დაისტამბა მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით. ტექსტები ქართულ და აფხაზურ ენებზეა დაწერილი. ეს ფაქტი, რომ ალბომი აფხაზურათაც არის გადათარგმნილი, საკმაოდ დადებითი რეაქცია იყო ამაზე აფხაზეთში. რამდენად შევძელით შევეცადეთ, რომ სუფთა აფხაზური ენით იყო დაწერილი ეს ალბომი. ეს ალბომი ჩავიდა აფხაზეთში, ნაწილი ჩაიტანა ლიტვის საელჩომ, ნაწილი ჩვენმა თანამშრომლებმა, აფხაზეთში მცხოვრებმა აფხაზმა თანამშრომლებმა და ნაწილი პირადად ჩემი ჩატანილია, მე ჩავიტანე. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა წრე, რომელშიც კი ეს დარიგდა და საკმაო რაოდენობით დარიგდა, იქიდან ჩვენ საკმაოდ კარგი შეფასებები გვაქვს, მათ შორის წერილობითიც. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე. დროებით.